რის კეთილობას ამონებ თავისუფალ დროს? მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფნა მსიამოვნებს ყველაზე მეტად. რა არის თქვენ საყვარელი წიგნი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვითხულობთ? ესეთი წიგნი ძალიან ბევრია, მაგრამ საყვარელი წიგნები ჩნდება და ქრება. ბავშვობის წიგნები მიყვარს ძალიან, მათ ხშირად ვუბრუნდები თუ ამისი საშუალება მაქვს, მაგრამ ყოველთვის არის რაღაცა ახალი, რომელსაც ვკითხულობ და საერთოდ კითხვა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კითხვა ჩემი პირველი პროფესიაა. თქვენი საყვარელი წიგნი რომელია ბავშვობის? ჩემი საყვარელი წიგნები ბავშვობის არის ალექსანდრ დიუმას წიგნები, სამი მუშკეტერი, 20 წლის შემდეგ, დედოფალი მარგო, გრაფი მონტე-კრისტო და ასე შემდეგ. ბოლოს რა წავიკითხე თუ გახსოვთ? ბოლოს წავიკითხე ის, რაც ვთარგმნე. ეს იყო ავსტრიელი დრამატურგის და მწერლის თომას ბერნჰარდის პიესა სანახაობის მომწყობი. თუ აპირებს ამ საქონლის გაგრძელებას, თარგმნის გაგრძელებას? ვაპირებ, რადგანაც ჯერ ერთი ეს საქმე ძალიან მიყვარს. სხვათა შორის ამ პიესის თარგმნა დავიწყე მაშინ ჯერ კიდევ როდესაც მინისტრი ვიყავი. ძალიან ცოტა დრო მქონდა და ძირითადად თვითმფრინავში ვაკეთებდი ამ საქმეს, რადგანაც შეპირებული ვიყავი რეჟისორისთვის, რომ ამ თარგმანს გავაკეთებდი. მაგრამ ეხლა, როდესაც შედარებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს, მივხვდი, რომ იმხელა სიამოვნება მომანიჭა ამ პიესის თარგმნამ, რომელიც სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ დაიდგა რუსთაველის თეატრში 13 თებერვალს იყო პრემიერა, რომ გადავწყვიტე გავაგრძელო ეს საქმიანობა, მით უმეტეს, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა მაკავშირებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან. მაგრამ ამ მიმართულებით კიდევ სხვა გეგმებიც მაქვს. არ ვიცი იცით თუ არა, რომ 2018 წელს საქართველო იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ქართული წიგნების გერმანულად თარგმნას. და მე გადავწყვიტე გავაკეთო ის, რაცაც დიდი ხანია ვოცნებობ და რისი საშუალებაც აქამდე არ მომეცა, ვთარგმნო მამაჩემის წიგნები ქართულიდან გერმანულად. უკვე გავაკეთე საცდელი თარგმანები, გავუგზავნე უკვე ეროვნული წიგნის ცენტრს, იმედი მაქვს, რომ ეს თარგმანები მოწონებული იქნება და რომელიმე გამომცემლობა დაინტერესდება მამაჩემის რომელიმე ნაწარმოებით. ეს თუ გავაკეთე, ჩავთვლი, რომ მამაჩემის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგე. ძალიან კარგი წამოწყება. როგორია ქალბატონი მაია, როგორც იასახლისი? ძალიან კარგი. საყვარელი კერძიც გაქვთ, რომელიც ყოველთვის კარგად გამოგდით? საყვარელი კერძებიც მაქვს, ბევრი რამეც კარგად გამომდის და როდესაც აღნიშნე, რომ მეგობრებთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებს, ყველაზე მეტად მსიამოვნებს, როდესაც ისინი სტუმრად მოდიან და მე მათთვის რამეს ვაკეთებ. და მინდა ვთქვა, რომ საყვარელი კერძები, ქართული კერძები, რა თქმა უნდა, მიყვარს როგორც ყველა ქართველს, მაგრამ იმის გამო, რომ დიდხანს ცხოვრობდი ევროპაში და ძალიან მიყვარდა, თუ კი ამის საშუალება მქონდა კულინარიული გადაცემების ყურება, ძალიან ბევრი კერძი მაქვს ნასწავლი ერთი ძალიან ცნობილი გერმანელი კულინარისგან, ასე ტელევიზორით და ხშირად ვაკეთებ ხოლმე მისი რეცეპტებით კერძებს. რა ჟანრის მუსიკას უსმენთ, ვის უსმენთ? მე ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, მაგრამ ასევე მიყვარს ჯაზიც და ვცდილობ, რომ არც ერთი კონცერტი არ გამოვტოვო, რომელიც თბილისში იმართება და საზღვარგარეთაც ხშირად ყოფილ ვარ კონცერტებზე, მაგრამ კლასიკური მუსიკა არის მაინც ჩემთვის ყველაზე საყვარელი. იმის გამო თქვენ გერმანული კულტურით ხართ დაინტერესებული, გერმანელი კლასიკოსები თქვენთვის ალბათ? არა მხოლოდ იტალიელებიც ძალიან მიყვარს და ამიტომ ესე ვერ გამოვყოფდი, მაგრამ მახსოვს გერმანიაში ვიყავი, როდესაც მოცარტის ერთ-ერთი იუბილეი იყო და ფაქტიურად ყოველ დღე დავდიოდი მოცარტის მუსიკის კონცერტებზე და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კომპოზიტორია. ვის გულშემატკივრებთ ოსკარზე? რა თქმა უნდა, ქართულ ფილმს რა თუნდა ამას კითხვა. და ბოლოს რომ გქონდეთ ერთი წუთი, რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი საზოგადოების მიმართ? ჩემი მთავარი გზავნილი იქნებოდა საზოგადოების მიმართ გვიყვარდეს ერთმანეთი. ვეცადოთ, რომ ნაკლებად ვატკინოთ გული ერთმანეთს, იმიტომ რომ სიყვარული არის ერთადერთი, რაც არის მარადიული და რაც ნამდვილად გადაარჩენს სამყაროს.